მოგესალმებით. ცოტა. მე მინდა რომ თქვენ მოგმართოთ. ვინც ამ კამერების კედლით იქით ხართ და მოგესალმოთ. ბათუმელებო. ჩამწიოთ ყველა. ბათუმელებო, თქვენთან ჩამოვედი. თქვენთან იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სრული ჩემი სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში, იმიტომ რომ აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, რომელიც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მე მინდა დღევანდელი დღე მიუძღვნა მზია მაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე. ის არის დღეს ჩვენი ღირსების სახე. ის არის დღეს ჩვენი მომავლის სახე. და ამიტომ ვართ ყველანი ერთად მის ირგვლივ და მასთან ერთად ვიქნებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად იქნება, ის ძლიერად იქნება, იმიტომ რომ დღეს ის არის საქართველო. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ყველანი ერთად ვართ, არამედ ჩვენთან ერთად იზრდება ის მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან, რომელიც ასევე გვჭირდება. ბრძოლა ჩვენია, არავინ სხვისი, მაგრამ გარედან ეს იქნება ევროპის საბჭო, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა ძალიან კაფიოდ და მე მგონი ყველასი გასაგონად, ვის მხარეზე დგას და დგას ხალხის, საზოგადოების და საქართველოს მხარეს. ასევე დღეს ამერიკაში ახალი თანასპონსორები გაუჩნდა იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს არ აღიარებას ამ არალეგიტიმური ხელისუფლების. და ეს არის მხოლოდ ეს ბოლო წუთის ახალი ნიშნები იმისი, თუ რამდენად იზრდება მხარდაჭერა ამ პროტესტის, რომელიც კიდევ ერთხელ ჩვენი არის და მხოლოდ ჩვენი. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რისთვისაც თქვენ გახართ აქა, ჩვენ ვდგავართ აქა და ვიქნებით სანამ საჭირო იქნება. ვერავინ შეაშლინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთი თავისუფალი, ისეთი დამოუკიდებელი, ისეთი ევროპული, როგორც ჩვენ ყველანი თითოეული ჩვენთაგანს უნდა თავის შვილებისთვის, თავის შვილიშვილებისთვის. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასოდეს არ მარცხდება ქართველი. ამიტომ მე თქვენ აქა ბათუმში და სხვადასხვა ქალაქებში საქართველოსი, სადაც ყველა დგას ერთად, ერთობლივად და თბილისში, ყველას მე მინდა გისურვოთ გამძლეობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით ერთად ბოლომდე. ძალიან სახეზე მიცნობენ და არა უშავს, მე გამოსაჩენად არ ჩამოვსულ ვარ, ჩამოვედი იმისთვის, რომ თქვენ გამოგიცხადოთ ჩემი სოლიდარობა და
და გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ მე თქვენთან ვიქნები სადაც ვარ ბოლომდე და ის ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება.